სალამი. გუშინ ჩემი მეგობარი დაიჭირეს და ჩასვეს ციხეში. ვიცი რომ შესაძლოა თქვენი არაერთი მეგობარიც დაკავებულებს შორისაა. საქალაქო სასამართლოში ერთმანეთს მიყოლებით ჩამწკრივებულ სხდომათა დარბაზებთან ცვლიდით ერთმანეთს, რადგან ამ დარბაზებში ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, ახლობლებს, მეზობლებს ნათესავებს ასამართლებდნენ. ასამართლებდნენ იმიტომ, რომ სისტემამ გადაწყვიტა პროტესტის და გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზება. რა ხდება სანამ ჩვენ იზოლატორიდან იზოლატორში მეგობრებს დავეძებთ? ხელისუფლება ხან ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციას აუქმებს, როგორიც არის განათლების საერთაშორისო ცენტრი და ამით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ჩვენი ახალგაზრდების საერთაშორისო აკადემიური სივრციდან იზოლაციისკენ. ან მორიგ ხელშეკრულებას აფორმებს უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტის ასაშენებლად ჩვენი საარსებო გარემოს ხელყოფის ხარჯზე. ლაპარაკია ბრძანისის ტყეპარკზე, სადაც ხელისუფლება ახალ ქალაქს ააშენებს. მილიონები და ოქროზოდები ყოფილი პრემიერის და მაღალჩინოსნების სახლში კია შენახული, მაგრამ პარალელურად არსებობენ დევნილები, რომლებიც 30 წელზე მეტია ელოდებიან საკუთარ ბინას. ზოგჯერ სულ ერთ ოთახს. კი, ასეთი ბანალური პარალელების ქვეყანა აღმოჩნდით. ეს სივრცე გარდა სხვადასხვა სოციალურ თემაზე სიღრმისეული გამოკვლევისა, სააზროვნო სივრცეც არის. ამიტომ დიდ მადლობას ვუხდით ჩვენ სტუმრებს მოსვლისთვის და დღევანდელ საკმაოდ მნიშვნელოვან დისკუსიაში მონაწილეობისთვის ჯანა ჯავახიშვილი, ნანა გოგოხია, დიმიტრი სილაკაძე და გიორგი მაისურაძე, რომელიც ამ წუთებში შემოგვიერთდება და მოდი გავხსნათ დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი შეკითხვით. არის წიგნები, რომელსაც ვკითხულობთ და იმ წიგნებში დაახლოებით იგივე ამბებს ვეცნობით, რასაც ახლა თვალნათლივ ვადევნებთ თვალს. არის ფილმები, რომელსაც ასევე ვადევნებთ თვალს და იქაც ვაღიარებთ, რომ ეს ყველაფერი არის რეპრესია. რამდენად გვაქვს გაცნობიერებული და საზოგადოებას რამდენად აქვს გაცნობიერებული, რომ ის, რასაც მაშინ რეპრესიას ვეძახდით, დღესაც იგივე კვალიფიკაციის საქციელია. საზოგადოების ნაწილს გაცნობიერებული აქვს და იბრძვის იმისთვის, რომ არ განმეორდეს ის, რაც ხდებოდა. საზოგადოების ნაწილს გაცნობიერებული არ აქვს და საკმაოდ უსუსური არგუმენტები მოყავს, მაგალითად, რომ უყურებთ ხოლმე, თქვათ, როგორ ამართლებენ, სამწუხაროდ ნაწილი ამართლებს საემ დაკავებებს და ტერორს, ამბობენ, რომ ნუ გადაკეტავენ და არ დაიჭერენ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გადაკეტვა არ არის თვითმიზანი პროტესტის. გადაკეტვა უბრალოდ ცდილობაა, რომ დაგინახონ და გაიგონონ. თვითმიზანი ის არის და მიზანი ის არის, რომ ჩვენ ღირსეული ცხოვრების საშუალება არ მოგვესპოს, რომ ჩვენი კონსტიტუციური კურსიდან არ გადავუხვიოთ, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, რომ სამართლიან გარემოში ვცხოვრობდეთ, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს. ეს არის მიზნები, თორე მათ არ ესმით, რომ დღეს მაგალითად მოუნდათ უნივერსიტეტის შენობები. და ის, რაც თქვათ, აი პირველად გავაცნობიერე, რომ შეიძლება მართლა ჩაიდოს მნიშვნელობა ტერმინში ქართველობას გვართმევენ. იმიტომ რომ როდესაც განათლების მინისტრი ამბობს, რომ უნდა წავშალოთ მენტალობიდან უმაღლესი განათლების აუცილებლობა, აი ეს არის ქართველობის წართმევა, განათლების ხარისხის შესაძლებლობების წართმევა, ეს არის ქართველობი. ეს ურტყავს და ანგრევს პირდაპირ ჩვენ იდენტობას. ანუ როდეს აი ასეთი პროცესების წინააღმდეგ არის პროტესტი და რუსთაველის გადაკეტვა რამოსატანია. ლაპარაკი არის იმაზე, რომ დღეს მოუნდა თქვათ უნივერსიტეტის შენობები და ხვალ ის, ვინც ამართლებს უნივერსიტეტის შენობის წართმევას და ვინც ამბობს, რომ არ გადაკეტონ და არ დაიჭერენ, გონია, რომ თვითონ რომ არ გადაკეტავს, არ დაიჭერენ და ცდება, იმიტომ რომ შეიძლება ხვალ მისი სახლი მოუნდეთ და შეიძლება ხვალ მისი სახლის გამო მას მოუწიოს სასამართლოში, ასე თქვა, დავა და მის წინააღმდეგ იყვნენ სრულმოწმეები და მის წინააღმდეგ მიიღონ უსამართლო განაჩენი და მოკლედ სამწუხაროდ საზოგადოების ნაწილი აი როზღაეღიცოს გაღვიძებაო ეთყობა ილია ჭავჭავაძე რო ამბობდა ეს მუდმივად ჩვენთან არის აქტუალური. დიმიტრი, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ ბოლო პერიოდში. აი ეს განმეორებითობა ისტორიაში რაც ხდება. იგივე 37 წელი, მანამდელი პერიოდი, 21 წელი, აი ეს ბოლო მე არ გულისხმობ ძალიან ბევრი და საუკუნეების წინანდელ საქართველოს ისტორიას. აი სულ
შეიძლება ითქვას ახლანდელს, იმიტომ რომ ის რაც ხდებოდა თქვა 37-56 წლებში, ეს ხომ ყველაფერი ახლახანს იყო. იმიტომ რომ მე დღეს აღმოვაჩინე ჩვენ რეპრესირებულებზე ქონდა ადრე საზოგადოებრივ მავწობელზე ძალიან კარგი გადაცემა და მე ის გადაცემა არასოდეს დამავიწყდება. თვალნათელი სურათები და ადამიანები, ცოცხალი ადამიანები, რომლებიც თავიანთი მშობლების, ბებიების, წინაპრების, არც თუ ისე შორეული წინაპრების ამბებს ყვებოდნენ და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის, ვინც იქ იჯდა და ალბათ ადამიანებისთვის, რომლებიც ამას უსმენდნენ და სწორედ ეს მაინტერესებს, რატომ ხდება ხოლმე აი ეს განმეორებითობა არის იმის ბრალი, რომ ჩვენ რაღაცა ბოლომდე არ შევაფასეთ? შეიძლება ეს ასე იყოს? შეიძლება, თუმცა ზოგადად როდესაც განმეორებითობაზე ვსაუბრობთ, ისტორიკოსებს არ გვიყვარს ხოლმე აი ზუსტი, ასე ვთქვათ, გაიგივება, მაგრამ აშკარად ძალიან ბევრი მსგავსება არის, რადგანაც ეტაპობრივად ხდება დამძიმება სიტუაციის და 1921 წელს 1937 წელი არ დამდგარა, ხო? 21 წლიდან 37 წლამდე ეტაპობრივად დამძიმდა სიტუაცია და 36-37 წლის დასაწყისამდე ადამიანთა კატეგორიას თუ ეგონა, რომ მას არაფერი არ შეეხებოდა, ხო? აი, მთლიანობაში აი ეს დიდი ტერორის ამბავი, ხო? 37-38 წლების დიდი ტერორის ამბავი, პირველ რიგში იმით გამოირჩევა მანამდელი პერიოდისაგან, რომ ფაქტობრივად როგორ გადარჩენილიყავი, იმის საშუალება აღარ არსებობდა, ხო? იქამდე იყო აი მაგალითად კონკრეტული მიმართულებები, ხო? შეიძლება რაღაცა ერთი სოციალური ფენა დაზარალებულიყო, მეორე დაზარალებულიყო, სოციალური ქსოვილი დარღვეულიყო, როგორც ბატონი საბოლოო ჯამში 37-38 წლებში უკვე ნებისმიერი შეიძლება გამختارიყო მსხვერპლი და ეს იყო ფინალი და ზოგადად ასეთი ტიპის რეჟიმების ჩამოყალიბების ყველაზე ასე ვთქვათ საშინელება მაგაში გამოიხატება, რომ ყველას ეხება ეს ადრე თუ გვიან და არავინ არ არის დაცული, არავინ არ არის დაზღვეული, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხო აი დიდი ტერორის განმახორციელებელი მთავარი ფიგურები ერთადერთი გარდაიცვალა, მხოლოდ თავის სიკვდილით. ისიც, ეჭვი არსებობს, თავის სიკვდილით გარდაიცვალა თუ არ გარდაიცვალა, ხო? ხა დანარჩენები, ხო, ეხა იაგო დაიქნებოდა, ეჟოვი იქნებოდა თუ ბერია იქნებოდა, არც ერთი თავის სიკვდილით არ მომკვდარა და არ არსებობდა კონკრეტული რეცეპტი, რითაც შენ გადარჩებოდი. და ეს მაგალითი, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მაგალითია, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, როდესაც გაიფიქრებს იმას, რომ იცი რა, თუ დამძიმდება სიტუაცია, მე არავითარ შემთხვევაში არ შემეხება, ხო? ეს ასე არ არის. მე არაფერი დამიშავებია, მე ესეთიც გამიგია, მე არაფერი დამიშავებია შესაძლოა. არაფერი დამიშავებია, მაგრამ აი, ეხლა თუ იმ პერიოდს დაუბრუნდებით 30-იან წლების რეპრესიების ამბებს, რეპრესირებულთა ნაწილიც კი ფიქრობდა, რომ კი არაფერი დამიშავებია, მაგრამ შეიძლება რაღაც დავაშავე და ვერ ხვდება. აქამდე შეიძლება მივიდეს საქმე და ისიც რომ ეხლა როდესაც სტალინი გარდაიცვალა, გულაგებში მცხოვრები ადამიანების ნაწილი ტიროდა, ხო? და ეს ერთ დღეში არ ხდება, ხო? დროთა განმავლობაში ხდება. ეხლა ჩვენ ვერ წარმოგვედგინა თუ შეიძლებოდა პირბადე ამოეღოთ რაღაცა საპოლიციო რეიდის შედეგად სულ რაღაც გუშინ წინ, ხო? მაგრამ რა იქნება ზეგ? ეს კიდე ჩვენ არ ვიცით, ხო? ეხლა რა არსებითი განსხვავება არის მაგალითად პირბადის ამოღებასა და იმას შორის, აი მაგალითად ჩვენ არამხოლოდ წარსულის მაგალითი გვაქვს, არამედ მიმდინარე მაგალითი გვაქვს რა ხდება რუსეთში, ხო? და რა ხდება რუსეთის მაგალითზე ბელარუსში. რამდენიმე დღის წინ იყო თუ კვირის წინ იყო გოგონა, რომელმაც იმღერა ერთ-ერთი უცხოეთის აგენტად შერაცხული ადამიანის სიმღერა, ის გოგონა დააკავეს, ხო და რა არსებითი განსხვავება არის პირბადის და გზაზე დგომის გამო დაკავებასა და სიმღერის შორის დაკავებას შორის, ხო? ასე რომ ეს პროცესი არის ყველასთვის დამაზარალებელი. ამ პროცესს გამარჯვებული არ აყავს. იმიტომ რომ ყველას თვითონ აგრესორისთვისაც. რა თქმა უნდა, ყველას ემუქრება საფრთხე. აი როგორც 37-38 წელს დაახვრეტილ და გადასახლებულ ელიტას, მარტო ელიტა არ იყო, ეხლა ელიტა უმცირესობა იყო, მაგრამ იმასაც ხო შეეხო. იმათ ვერ წარმოედგინათ, რამდენიმე წლით ადრე თუ აი ამ ამბავში თვითონ მოხდებოდნენ, ხო? და ასე რომ ეს ყველასთვის სახიფათოა და კიდე ეს მეორე შეცდომა, რასაც უშვებთ, არის ის, რომ ზოგადად აი ეს ერთ დღეში დახვრეტებზე არავინ არ გადადის. ხაი, ადარებენ ხოლმე კი, აი ამას ცივსყალში აი ბაყაყის აი მოხარშვას ადარებენ, ცივსყალში ჩაგდებული ბაყაყის მოხარშვას, ხო და ანუ ეს მეთოდი იგივეა, შეგვიძლია ვთქვა, ანუ აი ნელ-ნელა ხო ზოგადად ის პროცესი, რაც მაგალითად რუსეთში დაიწყო 2000-იანებში და განსაკუთრებით 2010-იანებში,
და რუსეთი ცდილობს ესე იგი მისი გავლენა გამოიხატოს მარტო იმაში, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი შეაცვლევინოს ქვეყნებს მის ირგვლივ, არამედ იმაში, რომ როგორი სისტემაც ყალიბდება რუსეთში, ისეთივე სისტემა ჩამოყალიბდეს ირგვლივ, ხო და საფრთხე არის, რა თქმა უნდა, ამის და ამ საფრთხეს აპროტესტებენ ადამიანები ისევ და ისევ ყველასთვის და არა რომელიმე რაღაცა სოციალური ან პარტიული ან რაიმე ჯგუფისთვის, ხო? ეს უნდა გავიგოთ, ეს უნდა დავინახოთ, რომ ერთ დღეში დახურეტები არ ხდება, მაქეთ მიდის ზოგადად აი ნელი ნაბიჯებით და ყველასთვის სუდია, ყველასთვის საშინელება თუ საბოლოო ასე ვთქვათ ფინალში გავიდა ეს რა ქვია, ეს პროცესი. გიორგი, აი როდესაც დაიწყო ეს აპროტესტო ტალღა, ასე ვთქვათ, იყო გარკვეული ადამიანების მხრიდან იყო ძალიან დიდი უკმაყოფილება იმის მხრივ, რომ ამ პროტესტს აკლდა სოციალური განზომილება. მეორე მხრივ ადამიანებს შეაჩვიეს მცირე დიდ კმაყოფილებას, მაგალითად თავარია ნაჭამი ვიყო, სუპი იქნება, სუპ შევჭამ. აი როგორ მივედით ამ ნიშნულამდე, სადაც ადამიანს უკვე შეგრძნება იმისა, რომ თქვათ მასზე ძალადობენ, ეკარგება. ხო, არა მარტივი კითხვაა, იმიტომ რომ ჩვენ ლოკალურ კონტექსტში არ ვიმყოფებით, ყველაზე შემზარავი ამ ამბავში, რაც დღეს საქართველოში ხდება, არის ის, რომ არა მარტო რუსეთი არის ასე ვთქვათ, აკუმულატორი ასეთი პროცესების, ანუ გადასვლა ავტორიტარიზმზე, არამედ ეს არის რაღაცნაირად საერთაშორისო პროცესი, რეალურად ესეთი სახე აჩვენა ამ პროცესმა სწორედ პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში. მანამდეც, რა თქმა უნდა, იყო დიდი ხანი იყო ამაზე სიმპტომები, ცალკეული ინტელექტუალები, მეცნიერები ლაპარაკობდნენ ამაზე, რომ არასწორი საშიში მიმართულებით მიდის სამყარო და უკვე მე ვიტყოდი, რომ აი უკვე გონია რომ დიდი ხანი გასულია, მაგრამ წლევანდელი წლიდან რაც უკვე ტრამპი მოდის ამერიკის სათავეში და რეალურად ცდილობს დემოკრატიის, თანამედროვე დემოკრატიის, არა ბერძნულ დემოკრატიაზე ლაპარაკობენ, თანამედროვე დემოკრატიის სამშობლო ისე რადიკალურად შეცვალოს, ფაქტობრივად დაანგრიოს ის სისტემა, რომელიც იქ არსებობს. აი სწორედ სანიმუშო რაც არის ყველა დანარჩენი დემოკრატიისთვის და გარდაქმნას ოლიგარქიულ ავტორიტარიზმზე, აი ეს არის ძალიან ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი მოვლენა, რა. აი მე მახსოვს 2000-იანების დასაწყისში რამდენიმე წლის განმავლობაში, მე მგონი 10 წელიწადზე მეტი იყო ბილ გეიტსი, ყველაზე მდიდარი კაცი, რომელსაც ჰქონდა 20 მილიარდი დოლარის ქონება. ეხლა დღეს ეს არის ხურდა ფული. დღევანდელი ოლიგარქიული კაპიტალიზმისთვის, არა? როდესაც 9 ტრილიონზე არის და ეს არის 0 რაღაცა პროცენტი სამყაროს მოსახლეობის, რომელიც იმაზე მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე 7 მილიარდი ადამიანი. აი ამ მოცემულობაში ვართ. ქართული ოცნების ესე სწრაფად ტრანსფორმაცია 2023 წლამდე ისინი სოციალისტური პარტია, ევროპის სოციალისტების წევრები იყვნენ. უცებ გამოდიან და ხდებიან მემარჯვენე რადიკალები, არა? ულტრაკონსერვატორები, ანუ მორგება არსებობს ესეთი ტერმინი, რომელსაც მე ძალიან მომწონს და ხშირად ვიყენებ, პოსტფაშიზმი. რეალურად ეს არ არის ის ტრადიციული ფაშიზმი თავისი გაზის კამერებით და რასობრივი თეორიით და გაჟლეტებით და ომებით, მაგრამ ეს არის იგივე ტიპის მენტალობა, რომელმაც ჭკუა ისწავლა, ასე ამბობს აი ამ ტერმინის შემქმნელი ენცო ტრავერსო, დიდი ისტორიკოსი, იტალიელი ისტორიკოსი და თითქოს შერბილებული სახით ის იყენებს დემოკრატიას სწორედ საკუთარი ავტორიტარ დემოკრატიისვე მოსასპობად. აი ამ საშიშ მოცემულობაში ვიმყოფებით და იმის ნაცვლად რომ ჩვენ ყველა პოლიტიკური ძალა, სამთავრობო იქნება თუ ოპოზიციური, ამაზე დაფიქრდეს, რა სამყაროში ამოვყავით თავი და როგორ გადავირჩინოთ თავი. ფაქტობრივად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადაეწყო, აი რა კარგია, დავინახეთ პანდემიის დროს კომენდანტის საათი, საგანგებო მდგომარეობა, ეს ყველაფერი ძალიან ერთი საუკუნის წინანდელი სამყაროს პაროლებია. საგანგებო მდგომარეობა, როდესაც კონსტიტუცია ჩერდება, როდესაც შეგიძლია ძალაუფლების კონცენტრაცია მოხდეს ერთ ადამიანში
არიან მის გარემოცვაში ნაციონალ-სოციალიზმი 12 წლიანი მართლობა 12 წლიანი საგანგებო მდგომარეობა არის და რა ადვილია და რა კომფორტულია რომ ადამიანს არაფერი აღარ კითხო და რაც გინდა უქნა და აი ამ მომენტში უკვე შემოდის ჩვენთან რა დამატებით ის არის აი რა დონის მერკანტილიზმი ქალბატონო ჯანამ ახსენა ბატონო დიმიტრემაც შენობები ხო ანუ იცით რა არის აი იდენტობას გვართმევენ და ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო არის უნივერსიტეტი. ამაზე დიდი საერო სიმბოლო ჩვენ არ გაგვაჩნია. სწორედ ქართველების მიერ შექმნილი ოპერა რუსებმა აგვიშენეს, თეატრები რუსებმა დიდი ნაწილი რუსების აშენებულია, ხო? ეს იმპერიული მემკვიდრეობა, მაგრამ უნივერსიტეტი ეს არის ქართული. აი მართლა ერის დაბადება საკუთარი სახელმწიფოებრიობამდე მისვლა მას წინ უსწრებს რამდენიმე თვითაც კი უნივერსიტეტის გახსნა რა და ეხლა თქვა რომ ეს ზუსტად იგივეა რომ რომელიღაცა დეველოპერმა თქვას რომ რა ფანტასტიკური ადგილი უკავია ჯვარს ეს რაღაცა ნაყარ-ნუყარი ქვები მოდი აქ დიდი კომერციული მოლი ავაშენოთ სასტუმროებით კაზინოებით მოგება მეტი იქნება აბა ვისაში ჭირდება ეს ქვის რაღაცა ნაყარ-ნუყარი ხო აი ეს მენტალობა ეს მენტალობა და კიდევ ერთი საშინელება რომელიც ამას მოყვება რომ აი მინისტრის განცხადებაში რა იყო ჩემთვის ყველაზე განათლების მინისტრის გულისხმობ შემზარავი ერთი მხრივ ხო შეხედავ და იფიქრებ რომ განათლების მინისტრი იძახის რომ ფაქტობრივად რა გვინდა სწავლა უმაღლესი განათლება ეს მენტალობა უნდა მოიშალოს თავდაცვის მინისტრმა რო თქვას რომ რა გვინდა შეიარაღება შინაგან საქმეთა მინისტრმა რა გვინდა რა ვიცი პოლიცია მოდი ისედაც რამდენიმე ადამიანი დავიწყო აი ეგ არის ზუსტად არსობრივი ის სიგიჟე კი არაა და სიდებილე კი არაა და აბსურდი ეს არის რეალურად სახის ჩვენება ამ სისტემის და რეჟიმის, ანუ იმ პროექტის, რომელსაც ახორციელებენ. რა გვინდა ჯანდაცვა ექნება რამხარ შეულ მდიდარ ხალხს. დანარჩენებად მომსპარან თუ უნდათ გაქცეულან, წასულან რაც უნდა უქნიათ, ხო? არ გვაინტერესებს. ეს უკვე ხდება ფაქტობრივად. ხო, კეთილდღეობა აი ნახეთ რამხელა პირველები ვართ სოფლიოში ყველას გავუსწარით ხო ამას გვეუბნებიან ნუ ეხლა ტყუილსაც გააჩნია რა ნუ ამას მართლა საბავშვო ბაღის ბავშვი არ დაიჯერებს უკვე რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვართ სოფლიოში და ის თვითონ კოცებიც ვერ დაიჯერებენ მომხრეები და მხარდამჭერები ნუ ხედავენ რა დღეში არიან რეალურად მაგრამ აქ ზუსტად ის ეს არის მომავლის პროექტი რომ კეთილდღეობა მხოლოდ აი ამ რჩეული 0 რაღაცა პროცენტისთვის რომელიც სახში ოქროზოდები უწყვია და დოლარები აქვს და რა ვიცი ძარცავენ ქვეყანას და კეთილდღეობა ანუ საკუთარი ჯიბის გასქელება როდესაც მიაჩნიათ რომ ეს არის ეკონომიური აღმავლობა ანუ საკუთარი აღმავლობა და გამდიდრება მიაჩნიათ რომ მთელი ქვეყანა ესე არის იმიტომ რომ მთელი ქვეყანა მოიაზრება მხოლოდ საკუთარი წრე ყველა დანარჩენი ჩვენ მთელი მოსახლეობა არის ხელის შემშლელი. ხელის შემშლელი გახარო აქედან, რა ვიცი, ან და რაც თავარია ქართული ეროვნული იდენტობის ხარჯზე. იმიტომ რომ იდენტობის სიმბოლო არის მართლაც უნივერსიტეტი და გარდა ამისა, იცით, აი ქვეყანა რომელსაც არ წიაღისეული რესურსი აქვს, არაფერი არ აქვს რეალურად, ხო, რითიც შეიძლება ეს ხელით გაუნձრებლად გამდიდრებულიყო. ერთადერთი ჭკვიანური, რომელიც ვერც ერთმა მთავრობა ვერ გაიაზრა, რომ მაქსიმალური ინვესტიცია ყოფილიყო უმაღლეს განათლებაში. უმაღლესი განათლების ის კი არა, რომ ყველას ეს მენტალიტეტი მოიშო პირიქით, ეს მენტალიტეტი მაქსიმალურად რეალობად აქციო, რომ უდიდესი ნაწილი ყავდეს უმაღლესი განათლების, რომ აწარმოებდე ინტელექტს, მაღალ ტექნოლოგიებს, დიდ ცოდნას, რომელიც ეკონომიკასაც გაასმაგებდა კულტურასაც მაღლა აწევდა პოლიტიკურად და აი ეს სამარცხვინო მოვლენები რაც დღეს ხდება ამოყირავებული შინაარსები რომ შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდეს და ზიამაღლობას ტერორისტი უწოდეს ეს კი ტერორისტი რა გამოდის ანუ გააიგიო რა ვიცი ბინ ლადენთან და რა ვიცი მართლა მოძალადეებთან და მკვლელებთან და ტერორისტებთან არა ანუ სიტყვებს რომ ასეთ დონეზე უკარგავ მნიშვნელობას ამახინჯებ ყველაფერს ეს არის ქართული ენის იდენტობის დაკარგვა, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე და ეს ის შემთხვევა არ არის, რომელმაც არ იცის რა შეჩადეს. მათ ძალიან კარგად, აი ის ქრისტეს სიტყვები, რომ მათ არ იციან, მიეტევებათ, რადგან არ იციან რა შეჩადიან, ამათ არაფერი არასდროს არ მიეტევებათ და ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ სრული შეგნებულობით
სრული ცოდნით ჩადიან ბოროტებას და იციან რომ ეს ბოროტებაა, მაგრამ მაინც ჩადიან. იმიტომ რომ სხვანაირად მათ არ შეუძლიათ. მათ თვითონ შეიტყუეს საკუთარი თავები აი ამ რაღაცა ჯოჯოხეთში, საიდან მათთვისაც გამოსავალი არა. აი მთელი უბედურება ეს არის. მათ არ დაუტოვებიათ უკან დასახევი. იმდენი სიცრუე, იმდენი ბოროტება კეთდება ყოველდღიურად, რომ მათ იციან რომ აქედან უკან გამოსავალი არ არის. ბერიასაც კი ქონდა უკან გამოსავალი დატოვებული. იქ ურჩატოვი და მთელი ფიზიკოსები, რომლებიც მის სახელს ლოცულობდნენ და დღესაც მიდის მასზე დავარო, რაღაცა მენეჯერი და ბევრი სასიკეთო საქმე აქ ნაკეთები. ერთი სასიკეთო, აი ერთი დაასახელონ მათ რა გაუკეთებიათ მართლა ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის და მოსახლეობისთვის სასიკეთო. გარდა საკუთარი გამდიდრებისა, გარდა სახელმწიფოს მორგებისა საკუთარ ჯიბეზე. მეტიც არაფერი, აი რაც შეიძლება მეტი ოფშორად აქციო ქვეყანა, ანუ რაღაცა ადგილად, სადაც ყველანაირი სიბინძურე ტრიალებს, ბინძური ფული ტრიალებს, ფულის გათეთრება მიმდინარეობს, ყველაფერი მოსპორაც კი ღირებული არის კაცობრიობის აი ამდენი 1000-წლოვანი და 10,000-წლოვანი ისტორიაში. რა მიღწევა შეიძლება იყოს და რომელიც ჩვენ სწორედ რა ვიცი იქნება ევროკავშირის თუ საერთაშორისო ორგანიზაციების შემოთავაზებით და ქართველი იურისტების და ქართველი პოლიტიკოსების ნაზრევითაც გაკეთდა და შეიქმნა ქართული კონსტიტუცია, ქართული კანონმდებლობა, აი იმ საერთაშორისო სტანდარტების ერთი ხელის მოსმით გაანადგურო. აი მართლა ყველანაირი იდენტობა დაუკარგო და დღეს ვიქეცით უკვე ქვეყნად, რომელსაც ავტორიტარული ქვეყნებიც კი აღარ პატიჟებენ. იმდენად სამარცხვინო გახდა საქართველოს ურთიერთობა. იმდენად რა ვიცი, ყველანაირი სახე დაკარგული რაღაცა გეოგრაფიულ წერტილად ვიქეცი. ძალიან ბევრ საუბრობდნენ, რომ იკარგება ქართველობა, ეს იყო პროპაგანდის ნაწილი და ფაქტიურად სიცრუის ნაწილი და ფაქტიურად მართლა მივედით ნიშნულამდე, როცა ვკარგავთ ქართველობას. აქციას სინამდვილეთ ესა. ნანა, აი ხლა გამდიდრებაზე იყო ლაპარაკი, ახლა იყო იმაზე ლაპარაკი. ამ ოქროზოდებზე ყველაფერზე რაც ჩვენი თვალით ვნახეთ. თქვენ ხართ დევნილი და ძალიან კარგად იცნობთ და იცით დევნილი თემის პრობლემა, რომელსაც ამდენი წელია მოყვებით და აკეთებთ უამრავ კვლევას ამასთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს, როგორ აღიქვამენ ამას ადამიანები, რომლებსაც 33 წელია არ ეღირსათ ის, რაც აბსოლუტურად ნორმალურ ქვეყანაში იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაში ეს ადამიანები აღმოჩნდნენ, უპრობლემოდ უნდა მისცემოდათ და უნდა გქონოდათ. მათ ეს დაიმსახურეს იმ ყველაფრის მერე, რაც მათ გადაიტანეს. როგორ შეაფასებთ მათი თვალთახედვიდან და როგორ ჩანს ეს მათთვის? აი ის, რაც ბოლო დღეებში და ბოლო კვირაში ნახეთ და დავარასაც ვაკვირდებოდით. მადლობა ნინო კითხვისთვის. მე პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ უსამართლო დაკავებულის მიმართ, რომელიც განსაკუთრებით ბოლო დღეებში იქნა დაკავებული და რომელთა შორის არაერთი ჩემი მეგობარი და ნაცნობიც არის. სოლიდარობით დავიწყო, იმიტომ რომ სოლიდარობა იყო ზუსტად ის, რაც წლების განმავლობაში დევნილობის პირველი დღეებიდან მოყოლებული დღემდე დევნილთა თემს სჭირდებოდა. თუმცა სახელმწიფო პოლიტიკა ყოველთვის წლიდან წლამდე იყო ისეთი, რომელიც ხელს უწყობდა ისეთი ნარატივების გავრცელებას საზოგადოებაში, რომელიც დევნილთა თემს უფრო ჩაკეტილს ხდიდა. ეს ნარატივები ხშირად შეურაცხმყოფელი იყო დევნილებისთვის, ხო? ძირითადად გვესმოდა ხოლმე დევნილები სადღაც შეიჭრნენ, მათ დაიკავეს ჩვენი საბავშვო ბაღები, ვთქვათ, იქ სხვა შენობა ნაგებობები, დევნილები არიან ის ადამიანები, რომელთა პრობლემები არასოდეს არ დამთავრდა და ასე შემდეგ. ყველაფერმა ამან დევნილები აიძულა, რომ რაღაცნაირად აქტიური პროცესებიდან, რომელიც სახელმწიფოს განვითარებას უკავშირდება, მათ შორის მათი უფლებების დაცვას უკავშირდება, უფრო ჩრდილში გადასულიყვნენ. თუმცა ეს არამც არ ნიშნავს იმას, რომ დევნილებს არ ადარდებთ ის, რაც ამ ქვეყანაში, მათ ქვეყანაში ხდება. და ამის კარგი მაგალითი არის ალბათ ქალბატონი აზაც და გუშინ განსაკუთრებით დაკავებული ახალგაზრდები, რომელთაგან არაერთი არის ზუსტად აფხაზეთიდან დევნილი. აწუხებთ თუ არა, უბრალოდ რა რეაქციები ჰქონდათ დევნილებს, ხო? პირველად, როდესაც ამ გამდიდრების შესახებ გაიგეს დევნილებმა, დევნილთა თემში იყო ესეთი რეაქციები, რომ თუ სახელმწიფო მოინდომებდა, როგორც სწრაფად ყოფილა შესაძლებელი სათანადო და საკმარისი რესურსების გამოძებნა იმისთვის, რომ დევნილთა პრობლემები გადაჭრილიყო უფრო მოკლე დროში. სამწუხაროდ დღეს ეს არის ის თემი და არიან იმ თემის წარმომადგენლები, ძირითადად დევნილები, რომლებიც
დაუცველად გრძნობენ თავს. დაუცველად გრძნობენ, იმიტომ რომ ერთის მხრივ გვაქვს სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც არასათანადოდ იცავს მათ უფლებებს, მეორეს მხრივ გვაქვს სასამართლო, სადაც დევნილებს მიაჩნიათ, რომ მათი უფლებების დაცვა არ არის გარანტირებული და ხშირ შემთხვევაში ამისი არაერთი მაგალითიც გვაქვს და მესამე მხრივ გვაქვს სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დასუსტებული ის არასამთავრობო სექტორი, რომელიც ძირითადად ხშირ შემთხვევაში ერთადერთი იყო, რომელიც დევნილთა უფლებებს იცავდა. არა მხოლოდ დევნილთა. არა მხოლოდ დევნილთა. თუმცა მე აქვე უნდა ჩავსვა მაპატი, ახლა შეგაწყვეტინე, რაც ძალიან არ მიყვარს. აქვე უნდა ჩავსვა ერთი აუცილებლად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა აღვნიშნო, მედიაც, რომელიც გახდა უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნებიდან დაცინვის და გაკიცხვის საგანი. დღეს აღმოჩნდა, რომ ეს მედია, რაზედაც ლაპარაკობდა 1 წლის წინ, 2 წლის წინ, ეს იქნებოდა კორუფცია, თუ ეს იქნებოდა ბევრი დანაშაულებრივი ქმედება, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა და ჩვენ ძალიან ბევრი ტალახი მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცას ვაყალბებდით და აღმოჩნდა, რომ ეს არ ყოფილა ყალბი, მათივე ტელევიზიები აცხადებდნენ და გვაჩვენებდნენ იმას, რაც ხდებოდა რეალობაში. გააგზავნეთ თუ მედიასაც დავუკავშირებთ დევნილთა საკითხს, სწორედ აი ეს ბოლოდროინდელი გაცხადებული სიმართლე ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსნის გამდიდრებასთან დაკავშირებით დევნილებისთვის სწორედ ისევ იმ მედია საშუალებებით გახდა ცნობილი, რომელიც ეგრეთ წოდებული სამთავრობო მედიად არის ცნობილი. ზოგადად ყოველთვის განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა მე ყოველთვის მახსოვს როგორც თავისუფლების მოყვარე ადამიანები. ის ადამიანები, რომლებიც აფასებდნენ არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ ასევე მშვიდობასაც, რომლითაც დაშინებას და რომლითაც მანიპულირებას ასევე ცდილობდა ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება, ხო? თუმცა აქვე აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ დევნილები არ არიან ის ადამიანები და იმ თემის წარმომადგენლები, რომლებსაც მათ შორის შეიძლება რომ ომი შეეშინდეთ. ამ ადამიანებისთვის ომი არ დასრულებულა. განსაკუთრებით არ დასრულებულა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად თუ არა ხშირად გარკვეული პერიოდულობით შეიძლება უწევდეთ აფხაზეთში, მათ შორის გალში ან ახალგორში გადასვლა და შემდეგ უკვე უკან დაბრუნება. ვინაიდან თითოეული გადასვლა მათთვის საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. აქვე რა თქმა უნდა დევნილებს უჩნდებათ კითხვები სხვადასხვა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მაგალითად როგორ აპირებს ხელისუფლება დაიცვას იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ოღონდ არა სიტყვით, არამედ საქმით. თუმცა აქვე ხაზი უნდა გავუსვით იმასაც, რომ როდესაც ამბობენ, სად არიან დევნილები, რატო არ ისმის უფრო მკაფიოდ მათი ხმა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლების განმავლობაში დევნილები გახდნენ საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც დამოკიდებული აღმოჩნდნენ დახმარებებზე. აი ეს პოლიტიკაც, რომელიც თუნდაც განსახლების პოლიტიკაც, ხო, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის დევნილებისთვის, სამწუხაროდ არ არის ორიენტირებული სწრაფად დევნილის პრობლემების გადაჭრაზე. და როდესაც 30 წლის განმავლობაში დევნილი ცხოვრობს იმის მოლოდინით, რომ ერთხელაც შეიძლება მისი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური შეიცვალოს, რა თქმა უნდა, ის იძულებული ხდება ნაკლებად ისაუბროს იმ თავის გამოწვევებზე, არ დაკარგოს იმისი შესაძლებლობა და შანსი, რომელმაც შეიძლება მისი ცხოვრება გააუმჯობესოს. ვიღაცა შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რატო არ შეუძლიათ დევნილებს ვთქვათ პარალელურად თან დაელოდონ ვთქვათ მათ სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამების განხორციელებას და ვთქვათ იყვნენ რეალიზებული, ხო? სამწუხაროდ პოლიტიკა ისე არის და პროგრამები ისე არის. ანუ თავრობები მანიპულირებენ რა თქმა უნდა, აი ეს მათით მანიპულირება, რომელიც განსაკუთრებით ყოველთვის წინასაარჩევნოდ უფრო ცხადი ხდება ხოლმე. სამწუხაროდ დევნილებს ბევრი გამოწვევის წინაშე აყენებს და სწორედ ამან მოიტანა და შექმნა ის მდგომარეობა, რასაც ქვია დღემდე 33 წლის შემდეგაც დევნილთა გადაუჭრელი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და გამოწვევები. დიმიტრი, ეხლა გიორგი შესვლილი სამყაროს შესახებ ვილაპარაკა და ზოგადად ახლა ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა რომ ყოველთვის ძალიან მძიმე იყო, ეს ვიცით, იყო ძალიან მცირე და ძალიან მნიშვნელოვანი გამონაკლისები, ესეც ვიცით, მაგრამ ახლა აი ამ შეცვლილ სამყაროში კიდევ უფრო მძიმდება ჩვენი მდგომარეობა და რა შანსებს გვიტოვებს ეს? რა შანსებია რომ შევძლოთ
თუნდაც ერთი მხრივ, როცა პატარა სახელმწიფო ხარ, შეიძლება ეს არის ძალიან მძიმე ამბავი, მოცემულობაა პირდაპირ, მაგრამ შეიძლება თუ არა სწორედ პატარა გადარჩეს ასეთ მოცემულობაში. აი, რამდენად არსებობს ამის შანსი? საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, როგორ მსოფლიო წესრიგს მივიღებთ ჩვენ რაღაც უახლოეს წლებში თუ უახლოეს რაღაც 10 წლის შემდეგ, ხო? აი, მაგალითად, ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოებისთვის დამღუპველი იყო ეს იმპერიალისტური წესრიგი, რაც არსებობდა და იმპერიალისტურ სამყაროში პატარა სახელმწიფოები არ არსებობდნენ, ჩვენ რო დავხედოთ მე-20 საუკუნის დასაწყისის მსოფლიო რუკას, სულ რამდენიმე პატარა სახელმწიფოს ვნახავთ, რომელიც რაღაცა საერთო დიდი შეთანხმების ამბავი იყო. დანარჩენი პატარა სახელმწიფოები იყვნენ დიდი იმპერიების ნაწილი, იმპერიალისტურ ეპოქაში არსებობდნენ მტაცებლები და არსებობდნენ მიტაცებულნი, ხო? შესაბამისად, აი ასეთი ტიპის მსოფლიო წესრიგი თუ დამყარდება, რისი, გარკვეული საფრთხე არსებობს, ხო? ამისა და რაღაც სიმპტომებიც არსებობს. ეს ყველაზე უარესი იქნება ჩვენთვის. აი ჩვენთვის პატარა ქვეყნებისთვის ზოგადად ყველაზე მისაღები იყო აი ესე იგი შედარებით ლიბერალური მსოფლიო წესრიგი, რაც მეორე მსოფლიო ომის მერე მყარდება, სისტემა, სადაც პატარა სახელმწიფოებს გადარჩენის შანსი აქვს და პატარა სახელმწიფოები დიდი სახელმწიფოების გვერდით ხედან ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში მათ ხმასაც ძალა აქვს, გასაგებია მაინც მიუხედავად ამისა დიდი სახელმწიფოების წონა მაინც სხვა არის ამ შემთხვევაში, მაგრამ არის არსებითი სხვაობა მეორე მსოფლიო ომამდელ და განსაკუთრებით პირველ მსოფლიო ომამდელ საერთაშორისო წესრიგს შორის და იმ საერთაშორისო წესრიგს შორის, რომელიც დამყარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და თითქოს ამ წესრიგის გამარჯვება, ფინალური გამარჯვება იყო ეს ცივი ომის დასასრული, როდესაც თითქოს ისტორიის დასასრულის ილუზია, რომ რაღაც ლიბერალური დემოკრატია ყველგან გაიმარჯვებდა და ცხვარი და მგელი ერთად მოძოვდა, საერთაშორისო ყველგან. ხო, სამწუხაროდ ამ ილუზიაში დიდი ხანი გაატარეს ცივი ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა, თუ ასე დავარქვათ, დემოკრატიულმა დასავლეთმა. ამ ილუზიიდან გამოფხიზლება მათ გაუჭირდათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ხო, გაატარეს ძალიან ბევრი რამე, გაატარეს 2008 წლის ომი და რაღაც მხოლოდ ასე ვთქვათ ზედაპირული რეაქციებით შემოიფარგნენ. 2014 წლის ამბებსაც გარკვეულწილად წაუყრუეს და ეს 2022 წელი გამოდგა გამომაფხიზლებელი, ოღონდ ბოლომდე რამდენად გამოფხიზლდნენ და ზოგადად რა სახეს მიიღებს მსოფლიო წესრიგი, ხო? აი ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ხო? აი ამიტომ ბევრ რამეზეა დამოკიდებული არის მიმდინარე ომის შედეგზე ჩვენი ბედი, იმიტომ რომ ეხლა ერთია რომ ჩვენ შიგნით ჩვენ რას ვახერხებთ და რას წვეთ და რას ვერ წვეთ, მაგრამ მეორე რომ ყველა ვარიანტში აი ეს დიდი პროცესები, ყოველთვის დიდი პროცესები მოქმედებს და მაგალითად საქართველოს ხა ჩვენ ძალიან ძველ ისტორიასაც თუ გადავწვდებით, მაშინ ახერხებდა დამოუკიდებლად რაღაც ერთიანთყოფნას, როდესაც დიდი მტაცებლები ირგვლივ არ იყვნენ და მათ შორის რაღაც პრობლემები იყო, ხო? და ასე რომ ეგ საკითხი რთული საკითხია და ჩვენ იმედი დავიტოვოთ, რომ ესე იგი აი ეს იმპერიალისტური მსოფლიოს რაღაც აღზევებს, იგივე აი ეს მრავალპოლარული მსოფლიო, რომელიც იდეაში ის იმპერიალიზმის ეპოქის ამბავია, რაღაც გავლენის სფეროების გადანაწილება რაღაც დიდ ვეშაპებს შორის, ეს მაინდა-მაინც მისაღები ჩვენთვის ვერ იქნება, რადგანაც პატარა სახელმწიფოების ხმები აქ დაიკარგება და აი სად მოუხვდებით მე რკინის ფარდა სად დაეშვება, აი მაგაზე იქნება დამოკიდებული. ასე რომ პროცესია ჯერ, რომლის ფინალიც შეგვიძლია, მრავალი მიმართულებით ვივარაუდოთ, ხო? მაგრამ ძალიან რთულია ჯერ თქმა. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ისევ ასე ვთქვათ, მოვახერხოთ სვლა ევროკავშირისკენ, დასავლეთისკენ, სადაც დაცვის მექანიზმები გაცილებით მეტია, მაგრამ ძალიან ბეწვის ხიძზე სიარული მოგვიწევს ამ მიმართულებით. ჩვენ ისტორია მთლიანად მე მგონი ბეწვის ხიძზე სიარულია, გიორგი. მაინც რას ეყრდნობა ღარიბი ადამიანის დუმილი და ოპტიმიზმის ერთგვარი? მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ღარიბი ადამიანები არ დუმან, აი ეს თელი საპროტესტო აქციები მართლა დღე-დაღამეული, სამწუხარო ის არის, რომ მართლა ღია სივრცის გარდა იშვიათად
აი მაუწყებელი ახლა კიდე ვინც აშუქებს ამ მოვლენებს, იმიტომ რომ აი ზუსტად ეს მენტალობა არის, ეს მართლა რაღაცა ელიტურ ოლიგარქიული, რომ ეს სტატისტები არიან ადამიანები, ვინც არ არის მდიდარი და წარჩინებული და ნუ მათი ბედი საერთოდ არავის არ აინტერესებს. სინამდვილეში ეს არის, ნუ რა თქმა უნდა, სოციალურად დაუცველი ადამიანი ბევრად ადვილად მოწყვლადია, როდესაც ის დამოკიდებულია, თქვათ, იგივე დახმარებაზე, ადვილად დაჩაგვრადია, იმიტომ რომ მისი ბედი რეალურად არავის არ აინტერესებს, მედია არ ინტერესდება, საზოგადოების დიდი ნაწილი არ ინტერესდება, აქ უფრო მნიშვნელოვანი არის აი თბილისის ესეთ ცენტრალურ უბნებში რა ხდება და ანუ მე მგონია რომ სწორედ მათზე ხორციელდება, რა თქმა უნდა, ბევრად ადვილია განახორციელო, ანუ ადამიანზე, რომელსაც არ აქვს მყარი პოზიციები სოციალურ იერარქიაში, ადვილად იძალადებ, адვილად შეიძლება მის манипуляციას, არა, ну აი განათლების თემას უკავშირდება ეს კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს განათლების ჩვენ რაც გავიგეთ აი ამ რაღაცა ეზოტერული გაუგებარი რეფორმიდან შინაარსის ბოლომდე გამოტანა შეუძლებელია, მაგრამ რაც ჩვენ გავიგეთ იგივე მინისტრის გამონათქვამებიდან და შემდეგ, ფაქტობრივად ეს არის დემონტაჟი განათლების სისტემის. ანუ ამით კი არ გაუმჯობესდება აბსოლუტური მოსპობის და განადგურებისკენ არის რაღაცა სრული ქაოსის და მოჩვენებითობის შექმნა. იმის გამო რომ ვიღაცები, ვინც არ ემხრობა ან აკრიტიკებს მთავრობას, ისინი მოიციონ, ამას უნდა მიაყოლონ მერე პოტენციურად მოისპოს სტუდენტობა როგორც ძალა და გამოიგაიფანტოს და თითქოს ეხა აღმოაჩინოს რომ თბილისში როგორი ძვირია და ვინ გააძვირა, რატო არის არაადეკვატურად ისტერიული ფასები, ლონდონის და პარიზის ფასები, რატოა თბილისში პროდუქტზე, რატოა აქციები 50% ფასდაკლება და ის 50% ფასდაკლებული, რომ 5ჯერ ძვირია ხოლმე ორიგინალ ფასებზე. იგივე საცხოვრებელ ფასებზე. ყველა მიმართულებით, ეს ხო ხელოვნურად გაძვირებული არის. ყველაფერი არის ხელოვნურად გაძვირებული, არა? და ისევ და ისევ, ანუ ადამიანი, რომელსაც twinits როგორ შევადაროთ რაღაცა ფიზიკურ ვარჯიშს, თუ არ ავარჯიშებ, ის ბევრად უფრო სუსტდება, ბევრად გონება ჩლუნგდება პირდაპირ უხეში გამონათქვამი რო თქვა. ადვილია მისი მოტყუება, ადვილია მისი манипуляция, ადვილია უთხრა შავზე თეთრი და დააჯერო რაღაცეებით, არა მთელი ეს პროპაგანდისტული არხები და ეს პროპაგანდისტები ხო ამითი არიან დაკავებული, არა? და ის რა თქმა უნდა ძნელად მუშაობს განათლებულ ადამიანზე. ძნელად მუშაობს ადამიანზე, რომელსაც რაღაცა უფრო მეტი მტკიცე პოზიციები აქვს. ადვილად იჯერებს დეზინფორმაციას. შესაბამისად ეს გეგმა რაც ხორციელდება, რაც აუცილებელიც არის ოლიგარქიული ავტორიტარიზმისთვის, რომ მას ყავდეს მომსახურე პერსონალი. მას ყავდეს აი ეს ძვალს რო გადაუგდე მადლიერი იყოს, იმიტომ რომ ნასუფრალის ძვალიც არ აქვს მას და ბედნიერი იყოს, რომ აი ხანდახან არჩევნების წინ რაღაცა კარტოფილს დაურიგებენ თუ ფულს აჩუქებენ. აი ამ დონემდე მიიყვანო შენი მოსახლეობა, რომ მას არანაირი სხვა აი მართლა შიმშილის წინაშე იდგეს და მზად იყოს, რომ აი რა ვიცი, ოღონდ ვიღაცამ დღეს საჭმელი მაჭამოს და შიმშილით არ მომკლას და ყველაფერზე თანახმავარ. აი აქამდე მიყვანა არის მით უმეტეს აი გონებრივი განუვითარებლობის პოლიტიკა, რომელიც ზუსტად მაკეთკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება დაიკლოს გონების ინტელექტის დონემ საქართველოში. მაგრამ ეს საშიში სხვა არის ერთი მხრივ და არ აინტერესებთ, ანუ ეს რეალურად იცით, აი ყოველთვის იყო რომ აი რაღაც მანქურთები და ჯერ რაიცია საიდან მოდის ეს ტერმინი და ხა თვითონ აი ეთმატოვე კონდეთ, ხა წაკითხული კალაძეს და წარმოდგენა კონდეთ რას ნიშნავს ეს ტერმინი, ხო? რეალურად აი რო ავიღოთ, არა? სწორედ აი ეს რა არის რატო გინდებ, რატო ვერ ძღები ადამიანი, ხო? აი ჩვენ გვაქვს ეს მიდასის ხატება ბერძნული მითოლოგიიდან, რომ ყველაფერი ოქროთ უნდა გადაიქცეს და ბოლოს თვითონ შიმშილით ტყდება, იმიტომ რომ საჭმელსაც რო შეახებს ხელს ოქროთი იქცევა და ანუ ვეღარ იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებებს, არა? აი ეს კატეგორია, რომელიც არის მართლა როგორც ნარკოდამოკიდებულები და თამაშზე დამოკიდებულები, ისე აი ამ რიცხვებს რო ჩახედავენ, რომ აი ანგარიშზე რამდენი მაქვს. აი ამაზე დამოკიდებული ხალხი გააჩინა აი ამ ოლიგარქიულმა ავტორიტარიზმმა. ოღონდ აი ეს დამოკიდებული ადამიანები, რომლებსაც არც ეროვნული იდენტობა აქვთ, არც საერთოდ არაფერი
არაფერი წმინდა მათთვის არ არსებობს არა უნივერსიტეტში ხო ეს არის იგივე ვიტყოდი საერო თვალსაჩინო ეგ არის ყველაზე დიდი რა ვიცი ტაძრის წაბილწვა რომ იქ მინდა ეხლა რაღაც ინფრასტრუქტურული ცვლილებები განმახორციელოს რა ინფრასტრუქტურა კაზინოები და მოლები უნდა გაიხსნას ივან ჯავშვილის საფლავზე უნდა ესენი რულეტკები დაიდგას და კარტი ითამაშონ თუ აი საითკენ მიდის ეს ყველაფერი არა ანუ რეალურად აი სწორედ ის ფეს ამოგლეჯილები რომლებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს საკუთარი ჯიბის საკუთარი ავადმყოფური გამდიდრების იმიტომ რომ ეს ხო არ ექვემდებოდა ეს არ არის იმისთვის რომ რაღაცა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ეს არის აი მართლა რაღაცა პათოლოგიის ფორმა, რომ ვერ ძღები ადამიანი, აი როგორც დამოკიდებული რაღაცა წამალზე თუ თამაშზე, აი იგივე ფენომენთან აგვაქვს ჩვენ ის იგივე შემთხვევა არის. და აქედანაც არანაირი წამალი და მედიცინა არ შველის ამას. ხო, თან სულად გამოუგნებელი ციფრები. ერთადერთი მედიცინა ეს არის სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობა. რომ დემოკრატიულმა და სამართლებრივმა სახელმწიფომ დაგვიცვას ესეთი ადამიანებისგან. რომ რაც უნდა გული აკეთონ, მაგრამ ეს არ კეთდებოდა სახელმწიფოს ლიკვიდაციის და ერის ლიკვიდაციის ხარჯზე. დღეს ჩვენ ხედავთ ქართველი ერის განადგურების სქემა. ამის შეგვიძლია უნქტებად, აი სათითაოდ გავაანალიზოთ, ეს არ არის მეტაფორა, ეს არ არის რაღაცის უტრირება. თუ ეს განხორციელდა რეალურად, ჩვენ დავემსგავსებით, რა ვიცი, აი მართლა ქვის ხანის ადამიანებს, რომელსაც წერა-კითხვა არ იციან, 10-მდე გაბრალების ტაბლო არ იციან. აი აქეთკენ წაიყვანს ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა. ეს იქნება დეფორმაცია, რეფორმა კი არა, დეფორმა იქნება სრული ჩვენი. და მართლა ეროვნული საფრთხე თუ არის და თუ რამე ნაციონალისტური კიდე ამ ხალხში შემორჩა აი კიდე მართლა იმ ძალებს რომელთაც აბსოლუტურად შორს ვიჭერ ყოველთვის და ჩემთვის საშიში არის ნაციონალიზმი მაგრამ აი რეალურად თუ შეტკივათ და პატრიოტებად მიაჩნიათ თავი ამაზე უნდა აღშფოთდეთ იმიტომ რომ ეს ოლიგარქიული გეგმა ქართველი ერის ლიკვიდაციის გეგმაა ერქმევა რაღაცა საქართველოს თუ ჯორჯია თუ რაღაცა უბედურება ამ ტერიტორიის ზონას, სადაც ითარეშებს აი 5 ოლიგარქი. ხვალ 26 ოქტომბერია, ზუსტად 1 წლის წინ მოხდა ისეთი რამ, იყო არჩევნები და აი უცებ შეიცვალა ყველაფერი ჩვენს ყოფაში, ასე ვთქვათ, და ჩვენს ცხოვრებაში. ჯანა, როგორ შეაფასებ ამ 1 წელს? რა არის თვალსაჩინო, რა გამოჩნდა ყველაზე თვალსაჩინო და რა შეიძლება მოხდეს, როგორ ვფიქრობ, თუ ეს ყველაფერი ასევე გაგრძელდა, როგორც ეხლა რა ეტაპსაც უყურებთ ჩვენ განვითარების. ნინო, ალბათ, აი ამ წელს სანამ შევაფასებ 1 წელს 26 საშანდელი 26 ოქტომბრიდან წლევანდელ 26 ოქტომბრამდე, მაინც მინდა უკანასკნელი 13 წელიც ვთქვა, შევაფასო. იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ნიშნები ყველაფერი სახეზე იყო საით მივდიოდით. მართალია, მოხდა, ასე ვთქვათ, ძალიან უხეში შემოbrunება, ვთქვათ, 28 ნოემბერს შაშან, მაგრამ ეს ნიშნები იყო. და საზოგადოება რაღაცნაირად ილუზიებში იყო. საზოგადოების ნაწილი მოსყიდული იყო. ნაწილი ვთქვათ დაპირებებით და შეპირებებით იყო, ასე ვთქვათ, საღათას ძილში გადავიდა, იმიტომ რომ ოცნებობდა რაღაცა შეპირებულ ვთქვათ, უფასო ფული იქნებოდა თუ რაღაცა რესურსები და თანდათანობით მოხდა აი ამ ილუზიებიდან გამოსვლა, თანდათანობით. სამწუხაროდ ძალიან ნელა და გვიან მოხდა. სამწუხაროდ, აი ვთქვათ 23 წლამდე, სანამ აგენტის კანონს შემოიტანდნენ, ყოველთვის, როდესაც 2015-ში ერთ-ერთმა საზმაოზე გადაცემა მიყავდა ჩვენი თანამოქალაქეა და თქვა, რომ თუ კგბ-ს აგენტებზე ვსაუბრობთ, რატო არ ვსაუბრობთ რუსეთის აგენტების, დასავლეთის აგენტებზე. და მაშინ ვცდილობდი, რომ აი ასე ვთქვათ, მონიტორინგი გამეკეთებინა, ვთქვათ, რა დისკურსებია მედიაში და შემაშფოთა ძალიან ამან. მაგრამ როდესაც ამაზე ვცდილობდით, რომ გაგვემახვილებინა ყურადღება და განგაში ქონიყო, მოდური სიტყვა არის, ახლა გაზლაითინგი და ყოველთვის გვაჩერებდნენ ხოლმე, რომ არა, გეჩვენება, აბა ის 9 წელი კარგი იყო და მოკლედ 23 წელს
წელს ვეღარ დაუხუჭა საზოგადოებამ ამას თვალი და ბევრი გამოერყვა აი ამ წლებში. ანუ ამას ქვია ილუზიებიდან გამოსვლის და განსაკუთრებით ილუზიებიდან გამოსვლის წლებია ეს 23-ის მერე, 24-ში როცა შემოაბრუნეს კანონი და 24-ის 26 ოქტომბრიდან დღევანდლამდე, მაგრამ კიდე რაც მოხდა 23-ში, ერთის მხრივ თქვათ, აღმოჩნდა რომ მართლა იქით მივდიოდით, სადაც ჩანდა რომ მივდიოდით, მაგრამ საზოგადოება თვალს უხუჭებდა დიდი ნაწილი, ახალგაზრდების მუხტი საოცრად ჯანსაღი ჩაირთო, ასე ვთქვათ, თაობა გაიზარდა. აი ეს მაინტერესებს, რამ გამოიწვია ეს და თავისუფლებაში გაზრდილები იყვნენ და ის როგორ ვთქვა, ის ილუზია მუშაობდა და ახალგაზრდები მართლა გაიზარდნენ თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე. ანუ იმ ილუზიაში რომ იყო საზოგადოება, ახალგაზრდები იმ სინამდვილეში გაიზარდნენ. განათლების დამსახურებაც ხომ არის? განათლების დამსახურებაც უდაოდ არის. უდაოდ არის განათლების დამსახურებაც. და საზოგადოებაში აი ეს ახალგაზრდული მუხტი რომ ასე ვთქვათ, რომ დავინახეთ, რომ აი იმედი არის რაღაცა ჯანსაღი ჩვენში, არა მხოლოდ აი ეს კონფორმისტული ვთქვათ, მოსყიდული, იქ მიჩუმებული, იქ უფასო ფულზე, არამედ არის ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, ჯანსაღი მუხტი საზოგადოებაში და დაიწყო პროტესტი. პროტესტთან ერთად იმედი და ვიტყოდი რომ ალბათ ძალიან მიამიტი გარკვეულწილად იყო ეს 26 ოქტომბრის მიმართ მოლოდინი შარშან, იმიტომ რომ ყველას ეგონა რომ გააფერადებდნენ იმ ბურთს და აი 12 წელი რო არასწორი მიმართულებით მივდიოდით, აი იმას უცებ ერთი ხელის გაფერადებით და ჯადოსნური ჯოხით, ხო და არ მოხდა ასე და აი ეს მე ვიტყვი რომ ეს გამოჯანსაღების პროცესი არის, გამოჯანმრთელების პროცესი არის. ინგლისურად ქვია disillusionment, აი ილუზიებიდან გამოდიხარ რა. ხო და ეს ერთი წელი კიდე მუდმივმოქმედი პროტესტის წელია და მეც მინდა ხალხთან ნანასთან ერთად და ალბათ თქვენ გიორგისთან დიმიტრისთან ერთად რომ სოლიდარობა გამოვხატო პატიმრების მიმართ და პოლიტპატიმრების მიმართ და მადლობა გადავუხადო. ისინი ფაქტიურად ბრძოლის ავანგარდში არიან და მაგალითად გუშინ მელაპარაკა ჩემი მეგობარი მივლინებაში ახლა და თქვა რომ ალბათ რო ჩამოვალ მივალ და სპეციალურად გადავალ რომ მეც დამიჭირონ, იმიტომ რომ ნუ საჭიროა ეს რომ იმიტომ რომ მართლაც რაღაცა აქტის ფორმა მიეცა. ხო, აი როგორც მოკლედ როგორც ყველა ჩვენი კოლეგა, მეგობარი, თანამებრძოლი ასე. ხო და წესიერი ხალხი ბევრი ფიქრობს ამაზე, რომ მეც მივალ და მაშინ მეც იქ უნდა ვიყო. მეც გამოვივლი ამ ციხეს. წესიერი ხალხი ფიქრობს ამაზე და ალბათ რო ვთქვათ, აი ახლა დაპირისპირება რას და რას შორის არის წესიერებას და ასე ვთქვათ უწესობას შორის. აი ეს არის ყველაზე დიდი დაპირისპირება, ან მორალური დაპირისპირება, გარდა აი ყველა სხვა განზომილებისა, რაც მიმდინარეობს, ხო, დღევანდელ დღეს ძალთა ჭიდილი, მორალური განზომილება ალბათ ყველაზე ძლიერია. ერთის მხრივ მორალური ჭრილობა არის ძალიან დიდი, როცა ხედავ, თქვათ, ცრუმოწმეებს, რა დღეში არიან პოლიციელები, მოკლედ აი ამ კანონში ძალიან მძიმე, კი, ძალიან მძიმე საყურებელია, დავესწარი ორ სასამართლო პროცესზე. ძალიან მძიმე ჭრილობა. მეორეს მხრივ იმხელა მორალური მუხტია პროტესტში და იმედია რომ ეს რაღაცნაირად გამოაფხიზლებს დანარჩენ საზოგადოებასაც, იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილი ვთქვათ იბრძვის, ნაწილი კიდე ასე ვთქვათ სარგებლობს რაღაცა სიკეთეებით და ის უმცირესობა არის და ნაწილი გარკვეულწილად დაბნეული არის, იმიტომ 12 წელია ის პროპაგანდა სინამდვილეში. ჩვენ თვალწინ შეიქმნა პოსტივი, ჩვენ
ჩვენ თვალწინ გარდაიქმნა პროპაგანდისტად იმედი, ჩვენ თვალწინ იყო ალტინფო რო შეიქმნა, ყველაფერი ჩვენ თვალწინ იქნებოდა, რომელი ერთი თქვა ან პრორუსული პარტიები თქვა პარლამენტში იქნებოდნენ სოკოები. მოგეთ ბევრი პროცესი მოხდა, რაზეც საზოგადოება თვალებს ხუჭავდა და 23 წელს ასე თუ ისე გამოფხიზდა. შეიძლება ვთქვათ, რომ ვერ წარმოედგინათ ადამიანებს ეს არ უნდათ წარმოდგენა. აი ეს მომენტი თუ დაგიჭერიათ ნანა, რომ აი ადამიანებს არ უნდათ ამის გაფიქრებაც კი, არ უნდათ წარსულში დაბრუნება და უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეს შეიძლება მოხდეს. ჩვენ ერთ-ერთმა პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ისიც კი გვაკადრა, რომ სად არის საზოგადოება? ვინ არის საზოგადოება? ანუ ადამიანები, რომლებიც თქვათ დგანან და აპროტესტებდნენ და მათ კონსტიტუციით აქვთ განსაზღვრული ეს უფლება, პირდაპირ მიმართეს, რომ თქვენ არ ახართ საზოგადოება. რა არის იცით ნინო? საზოგადოება აუცილებლად უნდა ვითარდებოდეს და ძლიერდებოდეს. თუმცა ამ გაძლიერებას და განვითარებას თავისი რესურსი სჭირდება, ხო? და სჭირდება ხელშეწყობა. სამწუხაროდ ვერ ვიტყვით საქართველოში, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს ხელშეწყობა მიმდინარეობდა. მე აბსოლუტურად დავეთანხმები თითოეულ თქვენ სტუმარს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ეტაპობრივად ადამიანების ისე გონების დამორჩილება, მათით манипуლირება. ჩემთვის წარმოუდგენელია, როდესაც ის სოციალური პროგრამები, რომლებიც დღეს ვახსენეთ თუნდაც ხო, არ იყოს ორიენტირებული სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების გაძლიერებაზე. არა და ესია. არც ერთი პროგრამა არ იყო მათი საჭიროებების საბოლოო გადაჭრაზე მიმართული. შესაბამისად, გვაქვს დღეს ის მდგომარეობა, რომ არიან კი ადამიანები, რომლებიც დისტანცირებას არჩევენ, რა თქმა უნდა, პროცესისგან, მაგრამ ის რომ ვიღაც შეიძლება დღეს ვერ ვნახოთ აქციაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს პროტესტი მიმდინარე პროცესების მიმართ. თუმცა ჩვენ ეს კომპლექსიც დავმართეს, რომ ცოტანი ხართ ითვლიან თავებს და ადამიანები ფიქრობენ, რომ ესე იგი თუ ჩვენ ყველანი ერთად არ გავალთ, ამასობაში ნინო ლაღიძემ თქვა მაგრამ პროტესტი დღემდე ნარჩუნდება საქართველოს ერთი ადამიანის პროტესტიც ერთი ადამიანის კი რომელიც მაგალითად მარტოულში პროტესტი გაგრძელდეს ნორმალურმა სახელმწიფომ უნდა მიაქციოს იმას ყურადღება იმას რაც დაპროტესტებს სახელმწიფო კიდეც ცოტა დრო რჩება, ამიტომ მინდა ორი წუთი მოგცეთ შესაძლებელად აი ამ ბოლო ერთი წლის რა პროცესებს ვაკვირდებით და როგორ ფიქრობთ საითკენ არის მაინც ძალა ადამიანური? ხო, რა ვიცი, აი ერთ წელიწადში ხედავთ არანორმალური ტემპებით, აი მართლა და საბჭოთა ლოზუნგი დავეწიოთ და გავუსწროთ, ეს სტალინის მოწოდება იყო, აი ამას ხედავთ, დავეწიოთ და გავუსწროთ ბელარუსს, დავეწიოთ და გავუსწროთ რუსეთს, ეხლა ალბათ ჩრდილოეთ კორეა იქნება სამიზნო. ანუ ისეთ ტემპებში შენდება დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმი, რომ აი მართლა დაწევა საზოგადოების მხრიდან ამის აღქმის შესაძლებლობები, ორგანოები არა გვაქვს, რომ ამ ტემპებში დაეწიო იქ რაც თვით პუტინმაც კი რა ვიცი 10 წელი მაინც თუ 12 წელი მოანდომა აქ კეთდება ერთ წელიწადში ხო ანუ არანორმალური ტემპებით შეიძლება აქ იყოს სწორედაც რაღაცას დამაიმედებელი, იმიტომ რომ ავტორიტარიზმს და დიქტატურასაც წესები აქვს და მასაც გააზრება ჭირდება. და ეხლა რო ვთქვათ, რომ ქართული ოცნების მაღალ ეშელონებში მხოლოდ ინტელექტია დაგროვილი, რომ მათ იმედად შეიძლება ააშენონ აქ დიქტატურა და დიქტატორული რეჟიმი. ანუ ეს იმას გავს, აი დავით აღმაშენებლის გამზირი რო გარემონტეს ისე რომ ერთ კვირაში ჩამოშლის პირას იყო, ხო? ანუ უხარისხო, იმიტომ რომ ტემპებში. აი ეს სწრაფი მშენებლობა შეიძლება აი ხა მომივიდა ეგაზე, შეიძლება დამაიმედებელი იყოს. იმიტომ რომ ამ დროს თვით ყველაზე ჭკვიანი ბოროტმოქმედიც კი უშვებს შეცდომებს და ამ ყველაფრის უკან ივანიშვილი იქნება თუ მისი უმაღლესი ხელქვეითები მათ აი ეს
ბერძნული ტრაგედიის ფორმულა ჰიბრისი თავში ავარდნა, გადამეტება, დაბრმავება რეალობის მიმართ, საბედნიეროდ მათ ჭირთ ეს და იმედია რომ კიდევ უფრო გაუღრმავდებათ და აი ამ დაჩქარებული ტემპებით საკუთარ თავს გაანადგურებენ საბოლოო ჯამში. იცით რა, რაც არ უნდა ტენდენცია იყოს სოფლიოში, ტრამპიც ძალიან მალე დაემხობა და მისი მთელი ეს სისტემაც. ის AfD-ები თუ ნეოფაშისტები, რომლების იმედათაც დღევანდელი რეჟიმი არის და ის მათი უნგრელი მთავარი მეგობარი, ისიც უკვე ჩამოქცევის პირას არის. ანუ ეს ციკლები მუდამ არსებობს ისტორიაში. აი ამ იმედი ვისი გაქვს, როგორც ვთქვათ, ფილოსოფიის მასწავლებელი, პროფესორი შემიძლია ვთქვა, რომ ჰეგელის იმედი მაქვს და მისი დიალექტიკის. საწინააღმდეგო ერთი პოლუსი მეორე საწინააღმდეგოს თავის მესაფლავეს თვითონ შობენ. ვინ იქნება ეს, რომელი პარტია დაიბადება თუ ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს. აი ამ ტემპებით სიკვდილისკენ მიიწევს ყველაზე აი ის ძალადობრივი რეჟიმი საკუთარ საფლავს ითხრის რეალურად. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა. არ გადართოთ, ჩვენ ახლა ცოტა ხნით რეკლამაზე გავალთ და შემდეგ ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი რეპორტაჟი გელოდებათ. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ბრუნდებით ღია სივრცეში, ვნახოთ მორიგი ეპიზოდი გელამთივლიშვილის რეპორტაჟების ციკლიდან, რომელიც საქართველოს მთებს და იქ მცხოვრები ხალხის ყოფას გვაცნობს. მოწაფეების გარეშე დარჩენილი მასწავლებელი, სამსახურის გარეშე დარჩენილი მესაზღვრე, უსტუმრო და უმეზობლო კერა ხევსურეთის ისტორიულ ციხესოფელში. 63 წლის პოეტის დარდი და სიხარული, ნიკო არდოტელის საქართველოს ამბავი. მე კი ამით გემშვიდობებით. მე რამდენეს თველს და ზამთარს უნდა შეხვდე მიღმახებში მარტო. არი დარდომ კურნალია ჟამი რითმაში ჩასდა, თუმცა ზღვას გავს აბორგებულს ხალხი. აი ახლა დღეს რაც ხდება ხალხი, მოგაწინწყლეს ორ გულებმა შხამი, ვაგლახმთანო მოგხვევიათ თალხი. მარტო რჩები მშობელ მთებთან მარტო, ისევ ქოთობს ქავისკართან ქარი, ანუ ქოთობს ჯავრობს. აი ესე ვარ, დავრჩები ფიქრებთან მარტო და დარდობ ყველაფერზე მევდარდო. და იცი ყველაზე ძალიან ასდარდობ, რომ მომავალ თაობას რა გზას, როგორ ქვეყანას, რა ასუტოვებთ. ვერ მივდივარ, ვერა, იმიტომ რომ წინაპრების სული ცოცხლობს იმათ ადგილზე ვარ ახლსაგერ აქ მოსული ქავციხესთან ჩემი წინაპრის სახლში ვცხოვრობ მე-12 საუკუნეში გადმოვიდა გუდანიდან და აქა ვარ და საწავიდა პატარა პირობები ხელში გაგვიმართონ და ლოცვილებმა მოგვეხმარონ 87 წლის 15 ივნისს დავიცამი სადიპლომო ნაშრომი და იმავე დღეს ალიკა ნაზღაიძემ ჩამკიდა ხელი და მიმიყვანა სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში რელიგიის განყოფილებაში და ჩამრიცხეს იქ მეცნიერ მუშაკად რელიგიის განყოფილებაში. 91 წლის 7 ნოემბერს აქ შატილში გაიხსნა სკოლა-ინტერნატი, არ ჰყავდა ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელი და მოვიდნენ ჩემთან გამარჯვებაში და მთხოვეს რომ წამოსულიყავი ხევსურეთში და მას მერე სულ აქა ვარ დავბრუნდი შატილში ვასწავლე 1 წელი, მერე 92 წელსში აქ გარდოტში იყო 12 მოსწავლე. 15 ოჯახი დაბრუნდა, რაღაც პერსპექტივა გაჩნდა იმისა, რომ გაძლიერდა სოფელი, შეიძლებოდა აღდგენილიყო არდოტის ძველი კოშკები, მოსახლეობა შემოტრიალდა ბარისკე და 12 მოსწავლეს ვასწავლიდი. პირველად რომ მოვედი, არც სახლი მქონდა, არც კარი მქონდა, არაფერი, ღიაცის ქვეშ ვატარებდი გაკვეთილებსაც, აი ზევით და მანდ ვიძინებდი. გარეთ ვიძინებდი რა. მე დავიწყე ნელ-ნელა და ბახაოს იქ საზამთრო ადგილში 45 დღეს შევსახლდი, კარგად მახსოვს და ბავშვებსაც
უკვე სახლში უტარებდი. ეხლაც იმ დროინდელი სკამები და ისინი მაქვს თავად ნაკეთები მერხები, კი, სახლში. კი, აქ ვატარებდი, მაგრამ ნელა-ნელა მაინც ფერი იცვალა, რაღაცა ვერ წავიდა ისე როგორც ხალხს უნდოდა და გადასახდნენ თან ავადმყოფები იყვნენ. ორი კვირა ველოდეთ ვეტმფრენს ცუდი ამინდების გამო და ვერ მოფრინდნენ და 4 მიცვალებული ყავდა რა, დაიღუპნენ ის სულ ცხონებულები და წავიდა ხალხი, გული გაუტყდა და მე დავრჩი აქ 2010 წლამდე ბოლოს ჩემ ბავშვებს გავასწავლდი თაიას და გიორგის და მე 2010 წლიდან ისინი გამარჯვებაში წავიყვანე სასწავლებლად და მე ცხონებულმა იმ დროს ვალერი ჩხეიძემ მიმიღო სამხედრო სამსახურში 99 წლის 27 სექტემბერს. მაშინ მითხრა რომ გამოვდიოდი რომ სულ ხებზე რო ფიქრობ, შენ არ გინდა რომ დაიწყო სასაზღვრო ჯარში სამსახური. მე ვთხარი თქვენ ხომ იცით რომ თვალის პრობლემა მაქვს, 3 თვისას თაგვემა მიწა ჩამომაშალეს თვალში დედამ თქვა რომ ყანებს ვკიდით და რომ შემოვედი ნამტირალე ვიყავი და თვალები სულ მიწით სავსე ქონდაო და მას მერე დავრჩი ესე აბა ვერ მოიცალეს ჩემთვის და გაეცინა ბატონ ვალერის და მითხრა მე ავღანისტანში ვიყავი იქ იმდენი ცალთვალა ხალხი ვნახეო და ხო კარგად იცი ნიკოლაიო ესე მომმართავდა თბილად თოფისრულას ორი თვალი არ ჭირდებაო წადიო და სანამ შენ არდოტში გადახვალ ბრძანება გადაგასწრებს მე გადმოვედი ხახაბოზე მეორე დღეს ამოდიან ანატორიდან და მე ვვნებიან რომ ჯარში ხარ სასაზღვრო ჯარში ხარ მიღებული და აი შარშან დავანებე თავი 28 ოქტომბერს ვიყავი სასაზღვრო ჯარში შევატყვე რომ რაღაც თითქოს ზედმეტი ვიყავი უკვე აღარ ვჭირდებოდი ოპერატორობიდან გამანთავისუფლეს მე ისე პატრულებში სიარული და აი რაღაც დაირღვა რა ამჯობინე რომ თავის წამოვედი და დღესაც იგივე მესაზღვრე ვარ მე ჩემს სულში რომ ჩაგახედათ უკან ერთ ნაბიჯს არ დავდგამ ადრეც მithქვამს რომ არასოდეს იმიტომ რომ სამშობლოს თუ მჭირდები ეს სულიც და სხეულიც სამშობლოსთვის მაქვს საზღვარი ახლოსაა ხო ნიკო კი საზღვარი აგერ ახლოსაა თვალი ჩანს თოვლიანი მთა რო ჩანს ახლა აი ეგ არიშკის გადასასვლელი ანუ რუსეთის საზღვარი იწყება მანდედან დღე თორე ისტორიულად ჩეჩნეთი ეგ ქისტეთი დაკარგვის საფრთხეა პირდაპირ უნდა თქვა რა რომ დაცარიელებულს ეშმაკნი დახპატრონებიანო და უხალხო დარჩენილი დატოვებულია მტერს ეგოხარია სხვა არაფერი რაც შეიძლება ისევ ადგილობრივები უნდა იყოს ბევრი მიიღონ გააძლიერონ იმიტომ რომ აი დახმარებაც უნდა იყოს როცა ახალგაზრდები არიან ერთი პატარა ბინა რო ოთახიც რო გაუკეთონ იცი რატო რომ სიცოცხლე გაგრძელდეს არ ჩაკვდეს არ ჩაქრეს მე ეს ახალგაზრდა როცა სასაზღვროში არ არის წავა უცხოეთში აბა საწავა სადღაცა წავა ხო და როცა აქ იქნება ოჯახის შექმნის მოეკიდება ფუძე კერას გაიჩენს და დაოჯახდებიან და გაძლიერდება და ეხლა ძალიან პირდაპირ ვიტყვი რომ მოკვდეს იმედიც რა არდოტში 446 სული ცხოვრობდა 1860 წელში ახლა ორი სული ღავართ აი ზამთარში მე და ზურა სააწავიდე ეს ხალხი ახალგაზრდა თაობა იმიტომ რომ არანაირი პირობა არ არის სატელეფონო კავშირი არ არის სინათლე არ აქვს ყველაფერი მიტოვებულია რა ჩვენი ტკივილი ვერ მივაწვდინეთ ვერავის რომ გულთან ახლოს მიიტანონ და ეს სასაზღვრო სოფლები გადაარჩინონ იმიტომ რომ ძალიან სიმარტოვეშია მიტოვებულია ცარიელდება მთლიანად რა ეს ხეობა მე ვინ ვარ ვიცი რომ სოკრატესი არ იყოს მე ის ვიცი რომ არაფერი არ ვიცი მაგრამ ვინც ფიქრობს ვისაც ამისი განათლება აქვს საშუალება აქვს ეს განათლება ეს ყველაფერი ხომ სამშობლოს და ქვეყანას უნდა გამოვაყენოთ როცა მართალს ამბობს ჭეშმარიტებას ამბობს უნდა მივიღოთ მოусმინოთ ვინც პროფესიონალიზმით არის ცნობილი ვინც იცის ის საქმე და არა ესე შემთხვევით ეხლა რაც არ ვიცი ვიცი რომ არ ვიცი მე იქ არ წავალ და არ ვიცი რა ეშველება ამ ხელწყალს გადარჩენა გვინდა რა გადარჩენა ჩვენ რაღაც ეხლა
ერთმანეთს დავერიენით, ერთმანეთს ვებრძვით. სირცხვილი არ შეიძლება, აგერ მე-12 საუკუნის ნახატი პიქტოგრამა როგორი ხათრიანობის აღნიშნულია, აგე კედელზე არის ძველი ის. ამიტომ ცოტა გონს უნდა მოვიდეთ, გონს მტრის გულს და სულს ვალაღებთ და ვახარებთ და ერთმანეთს კიდევ ნებთ. გულსატკენია რაღაცა, როცა ერთმანეთის დარბევა ხდება, ცემა, ტყეპა, იქ მანდილოსანისთვის ხელის კვრა. ეს ისე განვიცდი, რომ იგივე დებია, იგივე დედებია, შვილები ყავს ყველას და როგორ წარმოვიდგინეთ, თუ მართალს ამბობს ადამიანი, მოусმინე, უნდა იყოს მსჯელობა, შეთანხმება, კანონი რის უფლებას გვაძლევს, საშუალება, ყველაფერი უნდა იყოს და არა ესე ფიზიკური შეხლა, შემოხლა ერთმანეთის ისე რომ აი ღამეები ხანდახან დარდისგან ვერ ვიძინებ, რომ რა არის? წერს ხო არ ვებძვით, ერთნი ვართ, ერთი ხალხი ვართ, ერთი ქვეყანა ვართ. ავაშენოთ უფროს უმცროსობა, მანდილოსანი, ქალი, ხელი როგორ უნდა დაარტყა და როგორ უნდა გამოიარო მე. აი ხელსური კაცისთვის ეგ ეს არის უდიდესი სირცხვილი. ღმერთო აგე ეკლესიაში ვიყავით და როგორ შეხვალ ტაძარში, როცა სული გასაწმედი გაქვს. ქართველი მე მიქვია, რომ ღმერთთან ახლოს უნდა იდგე თავისი ყოფაქცევით, მორალით, ზნეობით, წესით, კაცობით და არა გამოხვიდე და დასჩაგრო, დააწიოკო. არ არის ეს, არ არის. ჩვენი ქართული წესი ეგ არ არის. თორე წაიკითხონ, გრიგოლ ხანძთელი წაიკითხონ, შუშანიკის წამება წაიკითხონ, რავი, ბოლო-ბოლო ოჟაფშაველა წაიკითხონ, კაცო. გრუსთველი, დავით გურამიშვილი, რა აღარ გამოიარა ჩვენმა ხალხმა. ქართველი უნდა გავდეს ქართველს და არა ან რუსს ან ვიღაცას, იმიტომ რომ ყოველთვის იდგა და ამით მოაღწიეთ ჩვენ აქამდე. და ესე და ბეჭავება კაცო. არ უნდა შევწყვეტ, თამამოვლობა მოვა იმათ თვალში, იმათ იმაში ჩვენ რანი ვიქნებით თუ კაცებად არ გამოვდექით, თუ არ მივხედეთ თავის მიწაწყალს, სამშობლოს, თავის ერს, თავის ქვეყანას, კაცო, ვის ვებძვით, რას ვებძვით, არ ვიცი მე. ძალიან მიჭირს რა მტკივა ეს ტკივილად რო უყურებ საშინელებაა რა, იმიტომ რომ არა ესე არ გამოდგება. ჩვენ უნდა ვაშენოთ სამშობლო სიბრძნით, გონებით, განათლებით, წესიერებით, იმიტომ რომ სხვანაირად ქვეყანას ვერ გადავარჩენთ. ხო გვინდა სამშობლო, უნდა მივხედოთ. ყველაზე დიდი ტკივილი დღეს ის არის, რომ გზა მაგალითად არდოტიდან ხახაბოს გზა რო შეერთდეს, სულ 5-7 კილომეტრია, 58 კილომეტრს მოვიგებთ წასვლაში და მოსვლაში. ანუ ძალიან მოკლე იქნება მოსახლეობისთვისაც, ძალიან კარგი იქნება ტურიზმისთვისაც. მერე კიდე სატელეფონო კავშირი. რეკوارო გინდათ რა ტიპის წვალება გიწევთ? ეხლა ინტერნეტ კავშირით არის შესაძლებელი დაკავშირება, მაგრამ აი პატარა ცუდი ამინდიც რო არის, სადღაცა რაღაცა ფუჭდება, აღარ მუშაობს და შეიძლება 5 დღე, 1 კვირა მოწყვეტილები ვიყოთ. ამიტომ ტელეფონით დარეკوارო გინდოდეს სად მიდიხარ? შატილში უნდა ჩახვიდე, შატილში კი 18 კილომეტრით უნდა ჩახვიდე და შეატყობინო რა არის. სხვა აქედან ვერ დაუკავშირდები, ბუნებრივია. მცირე ჰესი, აი არდოტში ეს რო წეღანაც აღნიშნე რომ ჭირდება, იმიტომ რომ თაობა, ახალ თაობა რომ მოდის, რომ მაცივარი აამუშავონ, სადღვებელი, საწველი აპარატურა, ყველაფრისთვის ახლა თქვენ უკეთესად ერკვევით და იცით, რომ მაგის გარეშე ძალიან უჭირს დიასახლისებს, მით უმეტეს, როცა საკუთარი ხელით აკეთებენ ყველაფერს. აი მზის დაფების ის თუ იქნება ახლა ზამთარში პირადად არც მე მაქვს ძველი აკუმულატორები მქონდა კაუსტიკურ სოდას ვაცხამდი გამოხდილ წყალში და არიომეტრი ვეძებე ქალაქში და სულ ყველას უკვირდა რომ რაღა დრო არიომეტრია, რაღა დრო ესეთი ის არის, ალბათ ფიქრობდნენ საიდან მოვიდე ეს კაციო, ანუ დროში ჩამორჩი და
ეს არის საზომი გამოხდილი წყლისა და კაუსტიკური სოდა, რამდენი უნდა შეზავდეს რამდენზე, მე რკინის აკუმულატორებში ვასხამ იმას და ესე მატარებლის ვაგონის რკინის ისენი მქონდა აკუმულატორები და იმით და ეხლა არ მშრალი აკუმულატორები ყოფილა რაღაცის მოიტანა მეუღლე და იმით ვარ ზამთარში ბახავოს და ანუ 6 თვე იქა ვარ 6 თვე აქა ვარ. ორი ფანარს ტენი როცა მზიარი როგორმე ბნელში არ დავრჩე ცოტა ხანი იმაშვრები ვანთებს სინათლეს რამდენი დაახლოებით 1 საათი აუშუქო დარჩენე ეგ არის წამება ჩემთვის წი როგორ ხან აი ფანარზე ვკითხულობ წიგნს გათვლილი მაქვს მეგობრებო ამომიტანეს ქვეყანა ლიტერატურა ვენაცვალი თვითონაც მოწყურებული ვარ ფილოლოგი ვარ ვაპა ახალს რას წავიკითხავ პერსონაჟები რა იქნება მაგრამ ამ ხელა ხამე ზიხარ ბნელში და ფანრის შუქს ჭირდება აი წამლები ელემენტარული წამლები მაინც რო აი რაღაცა ისეთის რო აქ ცუდა თუ გახდი ძალიან რთულადაა საქმე აი ავად რო გახდეს ადამიანი რა ვიცი არაფერი ახლა მხოლოდ სასაზღვროს ვეტმფრენს გადავყვებით და ჩემ დროს ასე იყო მაგალითად მე რომ მუშაობდი რომ ყოველ ორ კვირაში სამოქალაქო ვერტალიოტი გვემსახურებოდა ახლა სამოქალაქო რეისები აღარ არის მხოლოდ სასაზღვროს შვეულმფრენით გადაყავს მოსახლეობა ცუდი ამინძე ვეც შვეულმფრენი იფრენს აქ ნამდვილად უნდა იყოს. პირველადი დახმარება რო აღმოუჩინონ როგორც წამლები და ასევე სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს შატილში მაინც რომ მოხერხდეს ჩაყვანა ადამიანის თუ არა და არ არის არაფერი აქ არ არის ამ ხრივ მიტოვებულები ვართ. სამუშაოები უნდა გაჩნდეს მთაში რაღაცა გამოიძებნოს ისეთი რომ პატარა ხელფასები მინიმალური ხელფასიც რო იყოს მთაში უკვე იცი რომ პატარა შემოსავალი გაქვს და სტიმულია იმის რომ კიდე დარჩე და იცხოვრო არ ვიცი არ მოდიან ადგილზე არ ხვდებიან არ კითხულობენ გული არ შესტკივა მე თვითონაც მიკვირს ერს ქვეყანას მართვა უნდა კაცო ნამდვილი მართვა უნდა განათლება უნდა ეროვნული უნდა იყოს და რა სხვაზე დამოკიდებული გახადო ქვეყანა. მასად მიდის ეს? რატო გარბის ეს თაობა? იმიტომ რომ სამუშაო არ არის, ყველაფერი ისეა. აი ეს პირობები, მე ვერცად ვერ გავდივარ, იმიტომ რომ უსაზღვროდ ვერ გავძლებ სხვაგან. რამხელა ტკივილის გადაღება უღწევს იქ წასულებს, ჩვენებს. სამუშაოს მეტი რა არის და გადამიხადე ის შრომა უნდა ფასდებოდეს. ანაზღაურება უნდა იყოს და არა იმ კაპიკებში, იმ თეთრებში რომ რაღაცა შერი და ტიტველი დადიოდეს ადამიანი. ქვეყანას ნუ დავღუპავთ, უშველოთ ქვეყანასაც, ერთმანეთსაც და ეს შუღლი, კამათი, ცემა ტყეპ ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრო რა. აი კატასტროფული მდგომარეობა იქნება 1-3-5 წელში აქ თუ ესე გაგრძელდა ასაკი გვიღწევს, ჯანმრთელობის საქმეა და რაღაცა ის სევდა გაწვება დარდი კლავს, ჭამს ფიქრები რომ სამშობლოს გაწირვარი საშინელი. ვის უნდა აქედან წასვლა?